მადლობა მაია, თუ შენს და ჩვენი აუდიტორიაც მათ შორისაა, ვინც პატრიოტული მოტივებით ამზაფხულს საქართველოში და არა თბილისში ატარებს შემსავით. მაშინ ძეხვეულისა და ნახევარფაბრიკატების თემა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ზღვაზე ისვენებ თუ განსაკუთრებით მთაში, ნაუცბადებად კერძის მომზადება, მით უმეტეს საველე პირობებში აქტუალურია. არა ამ დროს ჩვეული დილემის წინაშე ვდგებით, რამდენად ჯანსაღია დახლზე არსებული პროდუქტები. და მათზე ახლა მითანა გვიპასუხებს კომპანია, რომელიც 11 წელია ბაზარზეა. წარმოებაში ნედლეული შემოდის ხორცი უშუალოდ ევროპიდან. ეს არის უმაღლესი ხარისხის ხორცი, რომელიც ჯერ საზღვარზე გადის ვეცსანექსპერტიზას და მერე შემდგომ ჩვენთან შემოდის და ადგილობრივ ვეცსანექსპერტიზის ლაბორატორიაში გადის შესაბამის კვლევებს. გაყინულ მდგომარეობაში მოდის. არა მარტო გაყინულ ნედლეულზე მუშაობთ, არამედ ჩვენ ვიღებთ ახალ საქართველოს სასაკლოებში დაკლულ ახალ ხორცსაც. ჩვენ ადგილზე ვუტარებთ მას კვლევებს, აგრეთვე კეთდება კვლევები აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისად, რომ სწორი პასუხები მივიღოთ ამ ჩვენი ხარისხიანი ხორცის. ეს არის მიკრობიოლოგიური კვლევები, ეს არის ვეტერინარული კვლევები, ორგანოლეპტიკური კვლევები, ვიზუალური კვლევები. აი ამ ყველა კვლევას ვატარებთ ადგილობრივ ლაბორატორიაში და შესაბამისად მხოლოდ ამის შემდეგ ბატონი შოთა არის ჩვენი ვეცსანექსპერტიზის ლაბორატორიის გადავინაცვლებ კითხვით, აი მე ვთქვათ ბიოქიმიური, ქიმიური თუ ბიოლოგიური კვლევები გასაგებია, ეს არის ქიმიკატები და რეაგენტებით ატარებ ტესტებს, მაგრამ აი ვიზუალური ძალიან საინტერესოა, ეს მომხმარებელსაც მისცემს ასე ვთქვათ საშუალებას, რომ გამოიყენოს პრაქტიკაში, აი ვიზუალური დათვალიერებით თუ ხორცებს საუბრობთ, ჯერ პროდუქტებზე არ გადავიდეთ, აი როგორ უნდა მივხვდე, რომ ყიდულობ ჯანსაღ და ხარისხიან ნედლეულს. პირველ რიგში მნიშვნელობა უნდა ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენმა მომხმარებელმა ხორცის თავის გადანაჭრელს. გადანაჭრელი თუ ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოველისგან არის მიღებული და ახალი დაკლულია, გადანაჭრელი არის უსწორმასწორო. თუ კი მიღებული არის ხორცი ფალსიფიცირებული მკვდარი ცხოველისაგან, ამ შემთხვევაში გადანაჭრელი არის გლუვი, თითქოს სამართებლით იყოს გადაჭრილი. სწორი, ხო? სწორხაზოვანი იქნება. რაც შეეხება შემდგომ ვიზუალურ გამოკვლევას, აქ პირველ რიგში ყურადღება ექცევა გარეგანი ხორცის გარეგან ქერქს, რომელიც უნდა იყოს მშრალი, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აქ ძეხვი, პირველ რიგში ვაკეთებთ მას გარშემო, ეხლა ხელში ავიღებ, გარსი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, არ უნდა შეიცავდეს რამე პიგმენტებს განსაკუთრებულს და როდესაც მოვაცილებთ და გავაკეთებთ განივ ჭრილს, ძეხვს როდესაც ვაცილებთ გარს, იგი ადვილად არ უნდა ცილდებოდეს შიგთავს, თუნდაც ადვილად არ ცილდება შიგთავს. არხევის ეფექტი უნდა ჰქონდეს. ხო, არხევის ეფექტი უნდა ჰქონდეს, თუ ის ადვილად აცილდა, იქ უკვე პობიტი პროცესია წასული და ეს რა თქმა უნდა უარგესია. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ გადავჭრით ძეხვს, ამ შემთხვევაში შიგთავს უნდა იყოს მთლიანად დიამეტრზე ერთგვაროვანი შეფერილობა. როგორც ხედავთ, თქვენ არის მოვარდისფრო შეფერილობის, შეიცავს თანაბარად შერეულ ცხიმის ნამცეცებს და როდესაც უკვე სიძველეშია წასული, ამ შემთხვევაში პერიფერიაზე იკეთებს მორუხო არშიას იკეთებს და ამით ვხვდებით, რომ შიგნით იქნება ვარდისფერი, მაგრამ გარედან რუხი ფერის არის, ამ შემთხვევაში ძეხვი უკვე დაძველებულია. კეთილი. რაც შეეხება ასორტიმენტს, ჩვენ ახლა აქ გვაქვს, ეს არის ნახევარფაბრიკატის ნაწილში ხინკალი, პელმენი, სოსისიც ალბათ ამ კატეგორიაში იქნება გავიდეს. აი ეს პიგმენტები რა არის? ეს ბატონ შოთასთან გეტყვი. თქვენ გულისხმობთ რომელი? ხო, აი ეს შავი ისინი ალბათ არის სუნელები, ხო? ხო, სოსისის გარსი არის ძალიან გამჭვირვალე, ეს არის ბუნებრივი ნაწლავი, ძალიან თხელი არის ის ცურის ეგრეთ წოდებული და იქ რა თქმა უნდა სოსისის შიგთავში შედის სუნელები და ეს სუნელები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ცოტახნის წინ მქონდა დიდი სკანდალი ამერიკიდან გამომდინარე, იქ აღმოჩნდა სუნელების ტყუის შემცველობა. აი თქვენ რა თქმა უნდა დიდი
დოზით ასე თქვა ყველა პროდუქტში იყენებთ ამ სუნელებსა და სანელებლებს და ზუსტად მაგის თქმა მინდოდა რომ ჩვენ იმის გარდა რომ ხორცის მიღებისას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხორცის ხარისხს და მის უნებელ თვისებებს მაგის გარდა იგივე სხვა ინგრედიენტებიც რომელიც შედის შემადგენლობაში ამ პროდუქტის არის ზუსტად იგივე შემოწმებით ასე ვთქვათ ზუსტად იგივენაირად კონტროლდება მიკრობიოლოგიური ანალიზი უკეთდება თუნდაც აი ამ სუნელ სანელებლებს იგივე ვთქვათ რასაც ჩვენ ვიყენებთ და აგრეთვე ქიმიური ანალიზი მძიმე მეტალებზე. საწარმო პროცესში რამდენად არის ვთქვათ გარემოსთან შეხების რისკები თქვა 2008 წელს როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ დაიწყო ამ კომპანიამ ფუნქციონირება დღიდან ფუნქციონირებისა და მშენებლობისა თავდაპირველად მოწვეულნი იყვნენ ევროპელი ექსპერტები რომელმაც ჩვენ ზუსტად მოგცეს ნახაზი როგორ უნდა ყოფილიყო წარმოება როგორ უნდა ყოფილიყო შემოდინება ნედლეულის და გადინება უკვე მზა პროდუქციის ანუ ყველა ნაბიჯი თვითონ წარმოებაში მისი სქემის მიხედვით არის სწორად დალაგებული და რა თქმა უნდა სრულად დახურული ხედავთ ასევე ბლინებს ეს არის როგორც ხორცის ასევე ყველის, ხო? ყველის, კი, ესეთი ხორცის და ყველის, პელმენი კიდე გვაქვს ჩვენ ხაჭოსი და ყველის, ყველიც ნატურალური და ნამდვილად აი ყველი რო ქვია, ყველის ტექნიკური რეგლამენტი ზუსტად ის ყველია, ანუ ეს არ არის ფხვნილისგან დამზადებული სხვა პროდუქტი, რომელსაც ყველის მაგვარს არქმევდნენ. იმედა დავამატო რომ ძალიან გემრიელი და ძალიან ჯანსაღი პროდუქტი არის მოხარშული ძეხვები, ერთადებული ივერიან ჭლე, სუყე და შეკმაზული. ეს პირდაპირ შეიძლება მოხარშულია და პირდაპირ მივირთვათ ყველგარი ცხიმების გარდა. ჩვეულებრივ ეს მოხარშული ძეხვების კატეგორია უფრო დაბალ საფასო სეგმენტშია. უფრო იაფიღის ხო და რაღაცა ბავშვებს უყვართ ძალიან. რატომაც ხო და სულ ეს მაფერხებს ხოლმე რომ იაფი როა არის კი საკმარისად ხარისხიანი ან უნებელი ამ ბავშვს მივცე თუ არ მივცე აი რა რის ხარჯზე თქვა არის ხო თუ უფრო უნებელი რადგანაც ის არ გადის შებოლვას და იხარშება მხოლოდ იხარშება როგორც მოგიხარშავთ ხორცი თქვა შეგემებული ინგრედიენტებია მაშინ რაც სხვა უფრო ძვირიანში მაგრამ იქ უკვე შებოლის პროცესი და სხვა რამე იქ აძვირებს ტექნოლოგიური პროცესები აძვირებს იქ ინგრედიენტები იგივე რაც სხვაში დაუშვათ და კიდევ ერთი ფაქტორი უკვე უშუალოდ დახლზე მოხვედრამდე კიდევ არის ტრანსპორტირების ეტაპი, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ხარისხიანი თუ ვთქვათ რაღაც გაკონტროლებული პროდუქტი რა გზას გადის, რა ტემპერატურულ რეჟიმში, აი ამას როგორ აკონტროლებთ? ჩვენი მანქანები, რომლებიც გვაქვს ანუ სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი, მათ გადააქვთ ეს პროდუქტი. მხოლოდ ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი ყავს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის ბოლომდე ხარისხიანად მიტანას ქსელში უკვე. ამიტომ ის თავისი ჩანაწერებით, ტემპერატურული რეჟიმებით ვალდებულნი არიან ისინი, რომ აწარმოონ ეს ჩანაწერები. გეოგრაფიაში მოცვა როგორი გვაქვთ? თითქმის დაფარული გვაქვს პრინციპში მთელი საქართველო, იქ არის დასავლეთი, აღმოსავლეთი, მუშაობთ აგრეთვე რომ რაღაც მაღალმთიან რეგიონებშიც ცოტა მყარად შევიდეთ ის არის ძალიან საამაყო რომ ნახევარ ფაბრიკატები ესეთი გაყინული ნახევარ ფაბრიკატები ახლა იმდენად მოთხოვნადი გახდა რამოდენიმე ქსელში უკვე შევედით მაგნიტში იგივე და ფრესკოში ანუ რაღაც უკვე იმდენად მოთხოვნადია რომ ვეღარ აუდივართ და სადღეღამისო რეჟიმში ვართ გადასული არის უცხოური ძეხვეულიც რომელიც თუ კი ადრე ვთქვათ იყო იშვიათობა და მნიშვნელოვნად ძვირი ღირდა ეხლა უკვე დიდი საფასო განსხვავება არ არის. აი თქვენ მათ უყურებთ როგორც კონკურენტად, თქვათ როგორც მომხმარებელი, თქვათ რატომ აირჩევთ ქართულ პროდუქტს? ან რითი არის უპირატესი ჩემთვის ქართული პროდუქტი, გარდა იმისა, რომ რაღაცა პატრიოტული გზნობები შეიძლება გამოძრავებდეს. ხო, თუნდაც იმიტომ, რომ პატრიოტული გზნობები გამოძრავებდეს, მხოლოდ მაგიტომაც შეიძლება მივირთვათ ქართული და განვავითაროთ ჩვენი, თქვათ, წარმოება ქართული და მაგის გარდა ჩვენ ნამდვილად გარანტირებულად ვიძლევით მაღალ ხარისხს და აქ საქართველოშია და ნებისმიერ ადამიანს ჩვენი კარი ღიაა და შეუძლია მოვიდეს და ნახოს რამდენად კარგად კი ანუ რამდენად სწორი რეჟიმებით ვამზადებთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა და ახლა ერთ დაახლოებით იგივე სეგმენტ ფასში იმიტომ შედის რომ ანუ ჩვენ ფაქტიურად ჩამოტანილ ნედლეულზე ვმუშაობ და ეს რა თქმა უნდა გვიძვირებს ჩვენ პროდუქციას და ის სწორად განვითარებული პრინციპშია ახლა რო იყოს ალბათ ჩვენი ადგილობრივი ეკონომიკა კარგი იქნებოდა რომ ჩვენ ხორცზე გვემუშავა მხოლოდ ჯერ ერთი ჩვენი წარმოებული პროდუქტის შენახვის ვადები
ჯერ ეტიკეტზე განთავსებულია და ის არ აღემატება რაღაც 10-20 დღეს. მაშინ როდესაც იმპორტული საზღვრიდან შემოტანილი იგივე სახის პროდუქტი ზოგჯერ მაგალითად არის ზღვის ღელვა და ვერ შემოღწევ ჩვენამდე 2 თვე, ხო? ის 2 თვე ის პროდუქტი აქ არის და მე შემოღწევ კიდრიან. და ბოლოს მოდი შევეხოთ ჩემს ყველაზე საინტერესო პროდუქტს, ეს არის ნამსხვრები, რომელიც თქვენთვის სიახლეა. ეხლა უკვე ეს მესამე ნაბიჯი და განსხვავებული არის ეს უკვე საკონდიტრო ხაზი. ცალკე ფაქტიურად წარმოება არის ამისო. ამას ქვია GPF-ი, ეს ახალი ხაზი არის ჩვენი. და შესაბამისად მითანა კი იქნება წარმოებელი, მაგრამ ახალი ბრენდის დასაყრდნობა იქნება ეს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ამით დავასრულებთ ამ ნაწილს და მე ვთქვათ ისევ მაიკოს გადავცემ ესტაფეტას.